გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2022-23 წლებში საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შორის 91 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია. ზოგად საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით 1 თებერვალს წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლის საშუალო საფეხურზე განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწესებული ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცემათ. ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც წარჩინებით ფარავენ საშუალო საფეხურს მე-10, მე-11, მე-12 კლასს, საფეხურის ქულა დამდგრალების გარეშე 10 ნიშნავს ოქროს მედალს, საფეხურის ქულა დამრგალებით ისე რომ იყოს მაგალითად 9.98 უკვე ვერცხლის მედლის კანდიდატია ახალგაზრდა და ყოველწლიურად რიცხოვნობა არის სტაბილური, ზოგ წელიწადს მატებაც არის, მთლიანობაში მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ არა გვაქვს უკუსლა ამ კუთხით, რაც იმას ნიშნავს რომ მოტივირებული ახალგაზრდების რიცხვი ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არის საკმაო, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ წარმატებულები იყვნენ ცხოვრების კონკრეტულ ამ ეტაპზე, სწავლების საშუალო საფეხურზე, რაც იმის ფიქრისა და იმედის საფუძველსაც გვაძლევს, რომ მომავალშიც ისინი ასევე მოტივირებულად იქნებიან იმ სასწავლებლებში, სადაც ჩაირიცხებიან და დაკისრებულ მოვალეობასაც ასევე მაღალი მოტივაციით გაუძღვებიან.